შესაძლებლობები და გამოწვევები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი და განსხვავებული მოსაზრებები. ყველაფერი, რაც ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს და ჩვენ გვეხება. რა, როგორ და ვისთვის ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. საქართველოს 2025 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაიწყო. იანვარში ქვეყნის ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა, რომელმა დარგებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური აქტივობა გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე და როგორია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები. პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ამ თემებზე ჩვენი გადაცემის სტუმარია ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხარ გადაცემის სტუმარი. დავიწყოთ იმით, რომ რამდენად მოსაოდნელი იყო, რომ იანვარი, უბრალოდ 2025 წელი, იქიდან გამომდინარე, რომ გარშემო რეგიონს გულისხმობ, ასევე ზოგადად საგარეო ფაქტორებს საკმაოდ რთული პერიოდია, ასევე შიდა დაძაბულობას თითქმის არსად წასულა. როგორ ფიქრობთ, ეს მოსაოდნელი იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? რატო გეკითხებით? იცი, იმიტომ რომ მაგ როგორც კი ეს მონაცემები გამოქვეყნდა, მაშინვე ხელისუფლების ოპონენტებმა ზოგი გაჩუმდა და საერთოდ ხმა არ მოიღო, ზოგმა დაწერა, რომ ეს მხოლოდ ციფრებია. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს, მსმენელს, ყოველთვის მიხარია რადიო იმედში თქვენთან ყოფნა. დიდი სიამოვნებით ვიღებთ ყოველთვის ამ შემოთავაზებას. პირველ რიგში, რაც შეეხება ციფრობრივ მაჩვენებელს, არ ვიცი, როდესაც მაღალი ციფრია, ეს მხოლოდ ციფრებია და როდესაც დაბალი ციფრია, ის სანდოა, ანუ ხომ ორმაგი სტანდარტის მიდგომა გარკვეულწილად, ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში თუ 11.1% ფიქსირდება ეკონომიკური ზრდა, ეს ტყუილი ციფრია და მაგალითად ვალუტის კურსი 2.87-მდე თუ გაიზარდა, ეს ნამდვილი ციფრია და ეს ანუ ვერ გავიგე ამ თქვა ამ შემთხვევაში. დობის ფაქტორი, რომ ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ არასწორი მონაცემები. სინამდვილეში აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვის როგორ უნდა კონკრეტული ციფრი ამ შემთხვევაში ისე გაიგოს, ისე გამოიყენოს, ისე იმანიპულიროს, ხო? ჩემთვის ბუნებრივია გაცილებით უფრო სანდოა ხოლმე, ასე ვთქვათ, არაპოლიტიკური შეფასებები, არამედ ისეთი კვალიფიციური პროფესიული შეფასებები, რომლის დეფიციტსაც ამწუხავთ განვიცდით და მე მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გავშლით, მაგრამ მოულოდნელობა არ იყო რა ნაწილში გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თუ როგორი ტიპის ზრდას აჩვენებდა საქართველოს და შემდგომ უფრო დეტალურად შეგვიძლია შევეხოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებს, სრულიად ლოგიკურია ის ნაწილი, რომ საქართველოს კონდეს მდგრადი მაღალი ზრდა. ის რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, რა თქმა უნდა, ეგ საინტერესოა, თქვენ ახსენეთ დარგები და რამოდენიმე დარგია მათ შორის საინტერესო, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს, ვთქვათ, გამოკვეთილ პოტენციალზე მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის აუცილებელია აღინიშნოს, რომ გამოიკვეთა დარგებში ზრდის მიმართულებით ისეთი ტიპის მიმართულებები, გარდა ზოგადად ტრადიციულად, ასე ვთქვათ, ვაჭრობისა, რომელიც ყოველთვის ახლა ზრდის ნაწილში ბუნებრივია ფიგურებს, არის მაგალითად პროფესიული სამეცნიერო ტექნიკური საქმიანობები, საინტერესო დეტალია. საინტერესო ნაწილია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ განათლება ხდება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, ზოგადად სამეცნიერო საქმიანობა ხდება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც არასოდეს ისე ამ პერიოდის განმავლობაში განათლების მიმართულებით ხდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რაც ასევე აუცილებლად იწვევს დადებით უკუ ეფექტს. ჩვენ თუ შევხედავთ ვითარებას, მაგალითად იგივე განათლების ტენდენციასთან დაკავშირებით, არის რამოდენიმე ტიპის საინტერესო კვლევა, მათ შორის დავეყრდნობოდი თუნდაც გალთენ თაგარტის კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ როცა ლაპარაკია განათლების სექტორის დაფინანსებაზე, რამდენად ასე ვთქვათ, განათლების სექტორი შემდგომ ხელს უწყობს ასე ვთქვათ, სერვისის ექსპორტს, გულისხმობ ამ შემთხვევაში მაგალითად უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მაჩვენებელს. უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მაჩვენებელი წლიდან-წლამდე საქართველოში იზრდება. ნუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო სექტორი იყო და სამედიცინო სტუდენტები იყვნენ ძირითადში და არის დღესაც ძირითადი წყარო ამ ნაწილის, მაგრამ ასევე ჩდება სხვა მიმართულებები და ხშირად როცა წარმოუდგენიათ ხოლმე, რომ თქვა სტუდენტი ჩამოდის საქართველოს წარმოუდგენიათ თითქოს მხოლოდ რაღაცა სწავლის გადასახადი, რომელსაც ის
იხდის როცა უნივერსიტეტში სწავლობს, მაგრამ იქნება სხვა ტიპის დამატებული ღირებულება ამ შემთხვევაში. ბუნებრივია საცხოვრებელი საკვები ასე შემდეგ ეს ბუნებრივია ქმნის დამატებულ ღირებულებას. ასევე აქ ძალიან თუმცა ამ განათლების სექტორის გააქტიურებაში ახლა თემას შევეხეთ, მხოლოდ არის გულისხმობა სწავლის გადასახადი. არა, ცხადია. აქ შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურაზეც ბუნებრივია აქ ინფრასტრუქტურის ნაწილიც არის კი არა და ნაწილის წილი არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე გასათვალისწინებელია აქ ერთი ნაწილი, რომელიც ებმის განათლების სექტორს, თუმცა ცალკეა ბუნებრივია გამოყოფილი, ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციების ნაწილი, IT სექტორი, ასე რომ ვთქვათ, ICT სექტორი, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, თუმცა ICT სექტორიდან უფრო IT-ს გამოვყოფდი, უფრო ასე ვთქვათ, საინფორმაციო უფრო ტექნოლოგიურ მიმართულებას შეიძლება ასე ითქვას და რატომ საქართველოს ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანწილად მოახდინა უცხოური კომპანიების, IT კომპანიების არა მხოლოდ რელოკაცია, არამედ დამაგრება საქართველოში. შეიძლება ასე ითქვას, ანუ უცხოური კომპანიები მუშაობენ საქართველოსთან. დიახ, მუშაობენ საქართველოსთან. ეს კომპანიები შეიძლება ჩვენ ესე არ წარმოვიდგინოთ, თუმცა არიან ძალიან დიდი კომპანიებიც, მაგრამ არ არის ყველა ძალიან დიდი კომპანია, შეიძლება ეს იყოს მათ შორის ინდმეწარმე, პირობითად ვთქვათ, ბრწყალებში ინდმეწარმე ერთი ადამიანი მუშაობდეს ამ ნაწილში, თუმცა ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც მათ შეუქმნა სახელმწიფომ, გულისხმობს იმას, რომ მათ შეუძლიათ საქართველოსთან მუშაობა. რასაკვირველია იმას, რომ ერთი რომ სექტორში არის მნიშვნელოვნად ხელფასი გაზრდილი, მაგრამ გარდა ამისა, ბუნებრივია მნიშვნელოვანი შემოსავალი შე모დის აქ ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო ნათლად რო ვთქვათ, იმისთვის რომ მათ კონდეთ საგადასახადო შეღავათები, პრინციპში ისინი საქართველოში კომპანიებს საერთოდ არ ემსახურებიან. მხოლოდ 2%-ია მაქსიმუმ რაც შეიძლება ისინი მოემსახურონ საქართველოში კომპანიებს. ისინი ემსახურებიან საერთაშორისო კომპანიებს, ძალიან წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, იქნება ეს JP Morgan, Bank of America, რას ნიშნავს, რომ მიმზიდველი გარემოა? მიმზიდველი გარემოა, ბუნებრივია, ამ კუთხით მიმზიდველი გარემოა ქვეყანაში და აქ საინტერესოა სწორედ იმ მაგალითის ნახვა და იმ მაგალითის გავრცელება სხვა მიმართულებაზე, რომელიც მოხდა IT ნაწილში ამ შემთხვევაში, ხო? რაც შეეხება დამამუშავებელ მრეწველობას, აქაც არის საუბარი, რომ პოზიტიური გავლენა მოახდინა, რომელი დარგების გამიჭირდება დეტალურად დარგებაზე საუბარი დამამუშავებელი მრეწველობის ნაწილში, მაგრამ ზოგადად დამამუშავებელი მრეწველობის ნაწილში, რომელიც შეეხება მათ შორის წიაღისეულ ნაწილს, ეს უფრო ტრადიციულ დარგად ითვლება, ასე ვთქვათ, ტრადიციულ მიმართულებად ითვლება საქართველოში და ყოველთვის კლიანტში და პროდუქტში გარკვეული ტიპის ზრდა და გარკვეული ტიპის მაჩვენებელი ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევაფასოთ ის ნეგატიური პროგნოზები თუ ის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებული, არის მთლიანად გაქარწყლებული ამ ნაწილში. ეს არნიშნავს იმას, რომ ორნიშნა ზრდა შენარჩუნდება შემდგომი 11 თვის განმავლობაშიც. თუმცა თეორიაში შესაძლებელია, მაგრამ თუმცა ის რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდეს, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? ამას სანამ მიპასუხებთ, მანამდე მინდა რომ პოლიტიკური მდგენელი ამოვწუროთ. მუდმივად იყო საუბარი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ოპოზიციის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ჩვენ ახლა ეკონომიკური კოლაფსი უნდა მოვახდინოთ და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, კრიზისი და იქ ბიზნესის წარმომადგენლების გამოსვლები. გვახსოვს ეს წინა წელს საკმაოდ დატვირთული იყო ამ ხრივ, ამ დღის წესრიგი ჰქონდათ ოპოზიციას, მაგრამ ახლა თითქოს ამაზე საუბარი აღარ არის, მაგრამ ამის მიუხედავად გარკვეული შიდა დაპირისპირება არსებობს, ანუ იგივე თუნდაც ის რუსთაველზე ყოველდღიური აქციები. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკაზე? იმიტომ იყო პროგნოზები, რომ აი ყველაფერს დაინახავთ გაზაფხულზე თუ რაც უდათ აისახება ეს ყველაფერი. გაზაფხულს მოვიდა მარტია უკვე და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით არაფერი საგანგაშო არათუ საგანგაშო არ ხდება, არამედ პირიქით პოზიტიური ძროების ნაწილი გვაქვს თავიდან ბოლომდე. ანუ იმ პროგნოზიდან, ვინც ეს პროგნოზი გააკეთა, ხო, იქიდან გავიდა 3 თვენახევარი და ანუ თვენახევარი უკვე აცდენილია, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში. ხო, მაგრამ ის ფაქტია, რომ ლარის კურსზე იყო სერიოზული ზეწოლა და აისახა კიდევაც. სერიოზული ზეწოლა, ახლა მსურავ გაცვლით კურსს ბუნებრივია რეაგირებს მათ შორის ნებისმიერი ტიპის განცხადებაზე, მაგრამ დღეს ვხედავთ ახლა ლართან დაკავშირებულ ვითარებას კიდევ ერთხელ და ჩვეულებრივად სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც არ ხდება ლარზე პოლიტიკური ზეწოლა და პოლიტიკური манипуляციები,
მიუხედავთ ვითარებას, როგორიც გვაქვს, თქვა ამ შემთხვევაში დასტაბილურებული და ჯამში პროგნოზირებადი, ყოველ შემთხვევაში მოქალაქეები თავისუფლად იღებენ გადაწყვეტილებას და დღეს და ახლა და უახლოეს პერიოდის განმავლობაში ლართან დაკავშირებით ნეგატიურ მოლოდინებზე ვეღარავინ ვერ. ნუ ამ ფაქტია რომ ამ გეგმამ არ იმუშავა. ამ გეგმის ნაწილი იყო ძალიან ბევრი რამ, თქვა რაც შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის ეს იყო რაღაცა თქვათ კომპანიების გაჩერება, კომპანიის საქმიანობების გაჩერება ასე შემდეგ და მთლიანად სცენარის დახატვა, რომ 20-25 წელი იქნებოდა ცუდი. სხვა შორის საინტერესო არის აქ ერთი მნიშვნელოვანი რამ აღინიშნოს, რომ მათ შორის ის პოლიტიკურად ანგაჟირებული ბიზნესმენები თუ ბიზნესმენებთან დაკავშირებული პირები, რომლებიც ამ სცენარს აანონსებდნენ, ხომ, საკუთარ კომპანიებში საკუთარ გაყიდვების მენეჯერებს გაყიდვების ზრდის გეგმებს აძლევდნენ. ანუ ორი რამე იყო წინააღმდეგობაში რა, ერთის მხრივ თუ თვლი რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა ნეგატივისკენ უნდა წავიდეს, ხომ? მაშინ საკუთარ კომპანიას გაყიდვების ზრდას რანაირად ავალდებოდა ამ შემთხვევაში. ბუნებრივია ცალკეული ტიპის სრულ კომპანიებზე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში. საუბარი, ხომ, ნუ აი ერთი მეორესთან როგორ მოდის, ხომ, თუ ქვეყანაში ელოდები კრიზისს, გაყიდვების და ნუ შეუძლებელია დაგეგმო, ხო, პარალელურად რაღაცა სხვა აგზებს უნდა მიმართო მაშინ ახლა გამახსენდა ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია არ დავასახელებ, იყო საუბარი რომ მათ უნდა გაერთიანებინათ ერთობლივი განცხადება, თუმცა შემდეგ მოხდა ისე რომ ყველა გამოვიდა და თქვა რომ მოდი ახლა ჩვენ განცხადებას არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ასე პოლიტიკაში გადავერთოთ. გახსოვთ ეს? ანუ იყო ეს სწორი გადაწყვეტილება. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ისიც გამიკვირდა რომ საერთოდ ამ თემაზე დაიწყო ლაპარაკი ამ ნაწილში მე არ ვთვლი რომ ბიზნესი შეიყვანეს ამ აპოლიტიკური ვერ იქნება. ამ განცხადება აპოლიტიკური ვერ იქნება და ეხლა არ შეიძლება ზოგადად აპოლიტიკური იყო. ვერ წარმოვიდგენ ზოგადად აპოლიტიკურობა ეს ცნება ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელი თემა აპოლიტიკურობა ცნება, მაგრამ ბიზნესის მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება, მაგალითად ისეთ ტიპის პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება, როგორც არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ნუ ეს ბოლომდე ვერ წარმომიდგენია, ხო? მე წარმომიდგენია აზრის გამოთქმა, მე წარმომიდგენია დისკუსია დემოკრატიაზე, მე წარმომიდგენია დისკუსია საგადასახადო პოლიტიკაზე, მე წარმომიდგენია დისკუსია ბიუროკრატიის ზომაზე და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ამისი დათქმა პირველი ანვრამდე და თუ არ მოხდა რა და არ მოხდა. მარტია. მე რა მოხდა? აი გაჩერდა ასეთი განცხადებები ეს ბოლო პერიოდი აღარ გვესმის. ბუნებრივია, ვერც გავიგებთ, იმიტომ რომ როდესაც ერთ შეცდომას ასე ვთქვათ, მიიღებ მწარეთ და ბიზნესი ჭკვიანია, ბიზნესი ამ გადაწყვეტილებას იღებს, ხო? რომ ასე ვთქვათ, შეცდომის აღიარება დუმილთან ხოვების ნიშანიც არის და შეცდომის აღიარებაზე გაჩერებაც გამოგვიყვება შეგვიძლია. ანუ ის რომ ამ სხვა ბიზნეს ორგანიზაციამ არ გააკეთა განცხადება, ეს მიუთითებს ამ შეცდომის აღიარებაზე. ნუ მე ვფიქრობ, რომ ბიზნესი ამ შემთხვევაში ღრმად არ აყვა იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელში ჩათრევასაც ცდილობდნენ. ეხლა ბიზნესის ეს გამოქვეყნდა დღეს 2024 წლის მეოთხე კვარტალი და 10%-ით არის გაზრდილი ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა. 62 მილიარდი ლარი შეადგინა. ანუ საუბარია წლის ბოლო პერიოდზე, მაშინ როდესაც საკმაოდ ისეთი დაძაბული ვითარება იყო ქვეყანაში. და მეოთხე კვარტალი არც ის ცუდია. აი თქვენ ერთი რამე თქვით აი წინა კითხვაში, რადგან გამომჩა პასუხი აი ამ ნაწილში უპასუხებ ზუსტად, რომ აი რომ არ ყოფილიყო ეს აჟიოტაჟური ნაწილი, ჩვენ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავხურეთ გასული წელი 2024 წელს. მე ვიტყვი რომ ცხადია ეხლა 7%. კი, და აი ეს თითქმის აღარ იქნებოდა და ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ბუნებრივია, ეხლა მე ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვი, ეს იქნებოდა 10.3, 10.7 თუ 10.1, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად მივიღებდით ეკონომიკურ ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს. გამოდიან იქიდან რომ პოლიტიკურმა მდგენელმა თავისთავად ცხადია გავლენა იქონია. სხვათა შორის ეს ამას ახლა ალბათ ყველა იტყვის, ალბათ ავიცი ძალიან ბევრი მოქალაქე იყო, რომელიც ახლა გვიყურებს, გვისმენს, რომელსაც სურდა გარკვეული ტიპის გადაწყვეტილების მიღება, იქნებოდა ეს ეკონომიკას, ხო, რაღაც სესხისაღება, ვინის შეძენა, სესხისაღება, მანქანის შეძენა, განვადება, ასე შემდეგ და ბევრმა გარკვეული ტიპის ზუსტად აი აპოკალიფსური სცენების დასახვიდან გამონდა, რომ ვაიმე ქვეყანა იქცევა და რაღაცა საშინელება ხდება. ცხადია, თავი შევიკავა. ანუ
ეს არის ზუსტად ის, რაც ანელებს ეკონომიკურ ზრდას, ხომ? ანუ შემდგომ ადამიანების ერთი ნაწილი რატო იყო იანვარში პირობითად მაღალი ეკონომიკური ზრდა? ადამიანების ერთმა ნაწილმა, მათ შორის, ვინც თქვა ნოემბერ-დეკემბერში თავი შეიკავა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მიხვდა რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი სცენარი. და ესეც არის იანვარში ამან ითამაშა გარკვეული ძალიან ძნელია ხა ციფრობრივად ეს ყველაფერი გაზომ, უბრალოდ ეს დაშვების დონეზე შემიძლია ვთქვა რომ მათ შორის ის ნაწილი რომელიც ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში იყო აპოკალიფსის მოლოდინში და თანდათან ეს ასე ვთქვათ ეს სცენარი არ მართლდებოდა და ასე ვთქვათ მხიარული ბჭყალებში მხიარული ამ შემთხვევაში დასასრულისკენ მიდიოდა ეს ნაწილი რომ არაფერი აქ კატასტროფა არ ხდებოდა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იანვრის განმავლობაში და ეს გადაწყვეტილებები იქნებოდა ეს დეკემბრის ბოლო თუ იანვრის განმავლობაში ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებებმა რომელიც იანვარში იქნა მიღებული მან გავლენა იქონია მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ნამდვილად გვექნებოდა ორნიშნე ეკონომიკური და ამაში ვარ აბსოლუტურად არწმუნებული, რომ არ ყოფილიყო მოლოდინების ნეგატიური მართვა, იმიტომ რომ ეკონომიკაში მოლოდინები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ძალიან ბევრ რამეს წყვეტს და აი ამ ბევრი რამის გადაწყვეტამ ვერ მიგვიყვანა აქამდე, ასე ვთქვათ, ამ ნაწილამდე, ну, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ხო, ერთი ძალიან კარგი რამ გამოვიარეთ სხვათა შორის და ესეც საჭირო იყო და ნუ არა უშავს ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, რომლებიც ასევე კარგ ასე ვთქვათ, გამოცდილებას იღებენ. სამწუხაროდ აი ჩვენ სხვა ქვეყნებიდან მაინც და მაინც ვერ ვიღებთ ხოლმე, მაინც და მაინც ჩვენ თავზე უნდა გამოვცადოთ ხოლმე. მაგრამ აი მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს აპოკალიფსურ სცენარებს ნაკლებად უნდა დაუჯეროთ და ჩვეულებრივად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, ხო? ეს უბრალოდ ჩვენ გვაზარალებს ადამიანებმა რომელმაც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები არ მიიღეს, იმიტომ რომ დაუჯერეს შეთქმულების თეორიებს და ბჭყალებში მჭიდაობს. ან შეიძლება უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინოს. ნუ სიფრთხილე ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაციონალიზმი არ უნდა დავკარგოთ, ხომ? იქ სადაც რაციონალიზმი დავკარგეთ, უბრალოდ ჩვენი გადაწყვეტილებები გადავავადეთ და ვინ დავკარგეთ, ისევ ჩვენ, ყველამ თითოეულმა ჩვენგანმა, რომელმაც გარკვეული ტიპის გადაწყვეტილება გადავავადეთ. უბრალოდ წავაგეთ ორი თვე. ხომ, ნუ საბედნიეროდ არ წავაგეთ 2 წელი პირობითად, როგორც სხვა დროს წაგვიგია გარკვეულ შემთხვევაში. მათ შორის ლართან დაკავშირებით არანაკლებ და იგივე ფიგურების მხრიდან ყოფილი ისეთი წარუმატებელი საჯარო მოხელეების მხრიდან არაერთი განცხადება დღესაც კეთდება, მაგრამ ბევრად ნაკლებად დამაჯერებელია, ასე ვთქვათ, ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებად დამაჯერებელია, შეიძლება ასე ითქვას და დღეს ლარზე ზეწოლა გაცილებით უფრო რთულია პოლიტიკური ზეწოლა, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ანუ გარკვეული ტიპის გამოცდილებაც გავიარეთ, რომ აი არის ჩამოშლა მოხდება და არ ჩამოიშალა. ანუ ეროვნულ ბანკს აქვს ის ბერკეტები, რომ ერთია რომ ბერკეტები აქვს და მეორე ეროვნულ ბანკს ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში აი მსგავსი ტიპის განცხადებაზე, რაზეც ოქტომბერში მოუწია საკმაოდ სერიოზული ბერკეტების გამოყენება გულისხმობს ამ შემთხვევაში რეზერვების ხარჯვას, მთლიან პერიოდის განმავლობაში აღარც კი მოუწია მსგავსი ტიპის ჩარევა გამომდინარე იქიდან, რომ გავიზარდეთ გამოცდილებიდან, თვითონ მოქალაქეები გავიზარდეთ გამოცდილებიდან, იმიტომ რომ ვაფასებთ სიტუაციას გაცილებით უფრო პრაგმატულად, ხო მივხვდით რომ სახელმწიფოს აქ ბერკეტები იმისა, რომ მართოს სიტუაცია კრიზისების პერიოდში, მივხვდით იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მდგრადი და არა რომელიმე დარგზე ან მიმართულებაზე დამოკიდებული და თუ თქვა სადღაც რაღაცა პრობლემა შეიქმნა, ეს აუცილებლად ჩამოშლას და კიდევ ერთხელ ხშირად ხმარ ფამსტვას აპოკალიფს ნიშნავს და კიდევ ერთ ძალიან საინტერესო რაღაც აი და ასე ვთქვათ, მათ შორის შემდგომ შეგვიძლია ცლადაც ვსაუბროთ, მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხო აი ბოლოს გამოქვეყნებულ EBRD-ის ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის დასკვნას ზუსტად აი ამ თემას ეხმიანება, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვაჯერებდნენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა თურმე დამოკიდებული ყოფილა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ეგრეთ წოდებულ ომის ფაქტორზე, ომის ეფექტზე, შემოდინებებზე, როგორც ფიზიკური პირების შემოსვლაზე, რომელსაც თანხები მოყვებოდა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ ამას გვაჯერებდნენ სერიოზულად, რომ ამაზე და გარკვეული პროცენტი იყო, მაგრამ არა დავშავთ ამასაც, მაგრამ გვეუბნებოდა, რომ აი ეს როგორც კი მორჩებოდა, აი მერე დაიწყებოდა გაუფასურება, აი მერე დაიწყებოდა ეს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეფექტი ქონდა ნებისმიერ თანხის შემოდინებას. ეს იქნება რუსეთიდან, უკრაინიდან, პაკისტანიდან თუ ტანზანიიდან გავლენა ექნება, რა თქმა უნდა, ცალსახად გავლენა ექნება ნებისმიერ ტიპის ეკონომიკურ მოქმედებას, ამას გავლენა ექნება, მაგრამ კიდევ ერთხელ საქართველოს ეკონომიკა მაშინ ზუსტად ამას ვამტკიცებდით, ყოველ შემთხვევაში მეც იმ ნაწილში ვიყავ, ვინც ამ თემას ამტკიცებდა, რომ
არ არის ეს ასე, ამას ექნება თავისი ეფექტი, ეს ზრდაში შეიტანს წვლილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტორის მილევადობა რამეს გამოიწვევს, ასე ვთქვათ, ამ ნაწილში და ეს რაღაცა ნეგატივში წაიყვანს, ხო? ბუნებრივია რაღაცა საუბრობდნენ ამაზე პირდაპირ ძალიან ღიად, სამწუხაროდ და რას ამბობს EBRD-ის დასკვნა? ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკის დასკვნა, ევროპის კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ და მსოფლიოში ტოპ 4-ში ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. დასკვნა იწყება შემდეგი ტექსტით, რომ მიუხედავად რომ ამ ფაქტორის ამოწურვისა, რასაც ეგრეთ წოდებული ომის ეფექტი ერქვა, რომ შემოდინებების ამოწურვისა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადად განაგრძობს ზრდას. ანუ ამბობს, რომ ამოიწურა და აგრძელებს. და ამის მიუხედავად 1.6%-ის ზრდის პროგნოზი. ეს არის ჩემთვის გაცილებით უფრო სანდო ვიდრე თუნდაც ჩემი დაშვებები, ანუ იმ ადამიანების დაშვებები, რომლებიც ღრმად პოლიტიკურად არიან ანგაჟირებული და ძალიან საინტერესო რამე, სექტემბრის შემდგომ გადახედა 27 თებერვალს თუ 27 თებერვალი არ მეშლება. ციფრის სექტემბრის შემდგომ თებერვლის ბოლოს, ასე ვთქვათ. გადახედა EBRD-ს პროგნოზს. ხომ, ესე იგი, რა მოხდა, რატომ ამბობ ახლა სექტემბერი და თებერვალი? ჩვენ გვეუბნეოდნენ რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში ნახავთ რა მოუვა საქართველოს ეკონომიკას. ზუსტად აი ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო აპოკალიფსი, ნოემბერ-დეკემბერში, როცა ზუსტად აი ეს შენელების პროცესი იყო, ასე რომ ვთქვათ, ხომ, რომ აი მე მოქალაქეები დედა რამე მართლა რაღაც ხო არ ხდება, ხო არ ჩამოიშლება ყველაფერი პროდუქცია, გაძვირდება ბიზნესები, დაიკეტება ბანკები, გაიფიცებიან ასე შემდეგ. ასე საოცარი სცენები. აი ერთი კარგი წიგნი გამოვა მაგაზეც. გამოვიდოდა მაგაზეც ალკე ვინმეს რო ეცალოს. მაგის დასაწყებ. ესე იგი სექტემბერში ეს ხდება, მერე მთელი აპოკალიფსის სცენარი არის დახატული, ჩატარდა არჩევნები საქართველოში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი პოზიტიური ნიშნით გადაიხედა თებერვლის ბოლოს. ანუ მორჩა არჩევნები, EBRD აფასებს ვითარებას, არ ხდება არაფერი ამ ქვეყანაში, პირიქით თვლის, რომ სექტემბერში უფრო დაბალი პროგნოზი დაუწერია. და ამბობს თებერვალში, რომ არა, საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება და ამბობს ფაქტორსაც, რომ ეს ამოიწურა, მაგრამ მაინც გაიზრდება და ამბობს იმასაც, რომ შესაძლოა გაიზარდოს უფრო მეტად პოლიტიკური ტურბულენციის შემცირების და კერძო სექტორის შესაბამისად გააქტიურების ფონზე. ანუ ის 6% შეიძლება კიდევ გადაიხედოს. და თვითონვე აკეთებს EBRD ამ დაშვებას. ანუ ამას მე კი არ ვამბობ, რომ ზოგადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსერვატიული შეფასებით გამოირჩევენ, არ ახალი ამბავია, მაგრამ ეს ის შემთხვევა, რომელიც ტექსტშივე წერია, რომ შესაძლებელია, რომ ეს იყოს და ტექსტში არ წერია, რომ გაუარესდება. ამ შემთხვევაში დაშვება გაუარესების არ არის. თეორიაში ყველაფერი ხდება, ხო, სოფლიოა. და არა ვარ ჩვენ თავზე დამოკიდებული, მაგრამ ტექსტში არის დაშვება ზრდის მიმართულების. ეს არის ძალიან საინტერესო დეტალი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთან ეს პერსპექტივა უფრო მეტად საინტერესო და აუცილებლად მინდა ეხლა რომ ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ასეთი ტიპის შედარებები, მაგრამ აი რადგან ვისაც უყვარს, მათ მინდა უთხრა მოლდოვა, რომელსაც საქართველოსგან განსხვავებით EBRD-ის პროგნოზითვე, ხო, დამავიწყდა EBRD ამბობს 6% შემდეგ წელს, ხო. მოლდოვის შემთხვევაში ამბობს 2%-ს, ოღონდ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მოლდოვის შემთხვევაში დაახლოებით 1.9%-ით მეტი ჰქონდა ნავარაუდები სექტემბერში. ანუ მოლდოვას სექტემბრის შემდგომ გაუარესა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თებერვლის ბოლოს. ეხლა რატომ ამბობ მოლდოვას? ჯერ ერთი ორივე კანდიდატი ქვეყანა ვართ. მეორე მოლდოვასთან მოლაპარაკებები გახსნილია საქართველოსთან არა. და მესამე საქართველოში იყო მთელი ყიჟინა, როგორი დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა მოლდოვამ, როგორი ლეგიტიმური ხელისუფლება თუ პრეზიდენტი ყავს მოლდოვას და მეორეს თუ ჩვენ გვეუბნებიან განსაკუთრებით შიდაძალები და შიდაძალების ინსპირაციიდან მე ცალკეული პარტნიორები, საბედნიეროდ არა ყველა, მაგრამ ცალკეული პარტნიორები, რომ აი საქართველოში რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემაა, ასე შემდეგ, ცუდი არჩევნები ჩატარდა. ესე იგი, საქართველოს ჩატარებულ ცუდ არჩევნების წყალებში EBRD გვეუბნება, რომ თქვენ კარგად ხართ ნამდვილად და პირიქით გიზდით პროგნოზს მოლდოვის დემოკრატიულად ჩატარებულ და საოცარ დემოკრატიულ იბაში ამბობს, რომ მოლდოვის საქმე ვერ არის კარგად და მათ გაუარესეთ ჩვენ პროგნოზს, ხო? აი, ხო შეიძლება რომ აი ეს რაღაცა აი
ლოგიკა გამოვიტანოთ ხოლმე, დასკვნა გამოვიტანოთ ხოლმე აი ამ ნაწილიდან. თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ EBRD დამარცვლეთ, რომ ეს არის ევროპის რეკონსტრუქცია განვითარების ბანკი. უნდა იყოს თუ არა ეს EBRD თავშოთ გარკვეული სახელმძღვანელო იმ ოპონენტებისთვის მე ევროპელ ლიდერებს გულისხმობ, რომლებიც ყოველდღიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც აკეთებენ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს. ანუ არ არის მათთვის თავშოთ თავიანთი ორგანიზაციის რეიტინგი, ასე ვთქვა მე ვიტყოდი რომ აი მოკლედ იგივე ავიღოთ გერმანია, საფრანგეთი. აი ორ ნაწილად იყოფა ასე ვთქვათ სამი შეიძლება ვთქვათ რა ორგანიზაციები რომლებიც ეკონომიკას აფასებენ რა. მათ შორის პირველ რიგში არის ასე ვთქვათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, სადაც არის ტოპ 4-ეული, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, EBRD და აზიის განვითარების ბანკი. შემდგომ არის სარეიტინგო კომპანიები S&P და ასე შემდეგ და არის ანალიტიკური ორგანიზაციები, მაგალითად Hedge Foundation, ეკონომიკის თავისუფლებით რა თქმა უნდა, როდესაც ყველაზე უფრო პროფესიულად უყურებ, ხომ? უნდა დაიწყო ტოპ 4-ეულიდან, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, EBRD, აზიის განვითარების ბანკი. ევროკავშირი როცა ხარ EBRD, რა თქმა უნდა სახელმძღვანელოა იმის, რომელიც განვითარებად, მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებში, მით უმეტეს იმ ქვეყნებში, სადაც EBRD პირდაპირ მუშაობს, ანუ პირდაპირი მანდატი აქვს EBRD-ის პირდაპირი მანდატი აქვს საქართველოს და უფრო მეტიც საქართველოსთან ფარავს სომხეთს და აზერბაიჯანს, რა თქმა უნდა იქ ოფისები აქვს, მაგრამ ასე ვთქვათ თავარი ოფისი საქართველოში ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის ოფისი საქართველოში, ანუ ყველაზე უფრო ინფორმირებულია ამ კუთხით და ცხადია ისევე როგორც მოლდოვაში შესანიშნავი ხელმძღვანელი ყავს მოლდოვაში, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა ეს ადამიანი კატარინა მართლაც გაასარევი ადამიანია. ანუ აი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები ყავს EBRD-ის ბუნებრივია, სადაც ახლა ძალიან ძნელია გააკეთო ის დაშვება ან სუბიექტივიზმზე, ან პირიქით. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ აი ძალიან კარგი საჩვენებელი, რას შეიძლება მიაქციო ყურადღება, როცა რაიმეს აფასებს გადამშალი განცხადება. და ეკონომიკის თავისუფლებით საქართველოს ევროპის საუკეთესო ცეულში ეს არის რომელიც სულ 2 დღის წინ გამოქვეყნდა ეს მაჩვენება. აი რას ნიშნავს ეს? ანუ რო განმარტოთ აი ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა გვისმენენ, მათთვის რა არის ეს? რისი მომცემია მსგავსი ტიპის რეიტინგი? ხო, აქ არის ძალიან დავიწყოთ ჯერ ქვეყნიდან და ძალიან საინტერესო დეტალია, ბუნებრივია, უამრავ პარამეტრს შეიძლება მე უბრალოდ რამოდენიმეს გამოვყო, თუმცა ცოტა დრო გვაქვს თქვათ. ამ ნაწილში პირველ რიგში ბუნებრივია ქვეყნის იმიჯისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ გვეუბნებია, რომ ასე ვთქვათ, ინვესტორები ქვეყანაში არ ხა აი იმაზე უფრო უარესი რა უნდა თქვან, რომ 6 მილიარდიან ინვესტიციას ხელი მოეწერა, ინვესტორმა გააკეთა განცხადება, რომ დიახ, საქართველოში აპირებენ 6 მილიარდ ინვესტიციის გაკეთება და ტყუილია ვამბობ. არ მართლა არ ვიცი უკვე აი რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში ხო? ხო, ნუ თუ არენდობის შენი ქვეყნის ხელისუფლებას მაშინ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში იმ კაცმა ილაპარაკა, არ მახსოვს სახელი და გვარი. ემა არის ხელმძღვანელმა ილაპარაკა, არ ვიცი მეტი ვის უნდა ეთქვა, ხა ბუღალტერის ჩეკი არ წარმოუდგენია გადმორიცხვას როდის აპირებს თქვა. ხო, ამ შემთხვევაში. ხო, ნუ ცხადია. ეხა ეს არის ინვესტორების მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ შევიდნენ ბუნებრივია ქვეყანაში, ხო? ანუ ასე აფასებენ ქვეყნებს, ხო, როგორ აფასებენ, ისინი უყურებენ ამ დასკვნებს, ხა რა ჩამოთვალეთ აღარ გამომეორებს საერთაშორისო საფინანსო ანალიტიკური ორგანიზაცია. ხო, ამ შემთხვევაში Heritage Foundation გეუბნება და ეს არის უდიდესი ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია, უავტორიტეტულესი ამ შემთხვევაში რომელიც ეკონომიკურ თავისუფლებას აფასებს უამრავი წელია და არის ძალიან მაღალი სანდოობით გამორჩეული და აფასებს მთელი რიგი პარამეტრებით, ხო? მაგალითისთვის თუ ჩვენ ავიღებთ და ისე პარადოქსების ნაწილში მინდა ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რომელიც არის უშუალოდ ბიზნესის თავისუფლება საქართველოს პოზიცია ბოლო 2 წელიწადში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულია. ანუ როცა საუბრობენ ხოლმე ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლებაზე, დიახ, საქართველოში ბიზნესი თავისუფალია და ამას გეუბნება Heritage Foundation-ის დასკვნა. მარტო პრემიერი კობახიძე კი არ გეუბნება ამას. მარტო ვიცე-პრემიერი დავითაშვილი კი არ გეუბნება ამას, ან პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი. Heritage Foundation გეუბნება საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი ამ შემთხვევაში. უფრო მეტიც ხშირად ჩვენთან საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ გაბერილი ხარჯები აქვს მთავრობას. Heritage Foundation-ის დასკვნა გვეუბნება, რომ საქართველოს მთავრობის ხარჯები მუშებასთან მიმართებაში ამ კუთხით პირიქით მაგალითად გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია მწვანე ზოლისკენ, მწვანე ზოლს ვახსენებ, იმიტომ რომ მწვანე ზოლისკენ არის
ნაწილობრივ ან სრულად თავისუფალი ნაწილი, ხომ არ ვთქვი? და მიდის ამ თავისუფლების ნაწილს. ანუ ეს ლეგენდები, ასე ვთქვათ, რომელიც და რატომ არის ქვეყნის კარგი, რომ ქვეყნის შიგნიდან რა ლეგენდებიც მიდის, ასე ვთქვათ, იმ სამწუხაროდ იმ ორგანიზაციებისგან და ცალკეული პირებისგან, რომელსაც ხელი მიუწვდებათ დეзинფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებზე, მეორეს მხრივ ავტორიტეტული დასკვნები რეალურად ავტორიტეტული დასკვნები მინიმუმ ამას აკარწყლებს, ხომ? და მე გარდა პოლიტიკურ დაგანჯირებულ ქვეყნები ჩამოვთვალოთ, რომელსაც უსწრებს საქართველოს, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, სლოვენია, მალტა, რუმინეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, უნგრეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ალბანეთი. უფრო მეცაც ესე იგი ნატოს და ევროკავშირის 16 ქვეყანაა და უფრო მეცაც გეტყვით. ეს ზოგადი კრიტერიუმებით უსწრებს, მაგრამ მაგალითად ბიზნესის თავისუფლებას თუ ავიღებთ, კიდევ უფრო მეტ ქვეყანას უსწრებთ. მაგალითად ბიუროკრატიულ დანახარჯებს თუ ავიღებთ, კიდევ უფრო მეტ ქვეყანას უსწრებთ, ხო? ეს ხო ანუ პარამეტრებს, ეს საშუალო მაჩვენებელია. ეს ინვესტორებისთვის რას ნიშნავს? რომლებიც ახლა ელოდებიან დაუშვათ რაღაც დაპაუზების რეჟიმში არიან და ელოდებიან მაინც. იმიტომ რომ ფულზეა საუბარი და რას ნიშნავს ესეთი რეიტინგები? კრებსითად რეიტინგები ბუნებრივია ცალკე აღებული heritage-ის, ცალკე აღებული EBRD-ის, ცალკე აღებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ცალკე აღებული S&P-ის და Standard & Poor's-ს აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ მანაც ასევე საქართველოს ეკონომიკას მისცა საკმაოდ მაღალი შეფასება და მანაც აღნიშნა მხოლოდ პოლიტიკური турბულენციის ნაწილი. ბუნებრივია ინვესტორები ეხლა ამ ქვეყანაში ერთადერთი რასაც ელოდებიან არის ის რომ ვითარება დაინახონ ის რასაც ეხლა უკვე ხედავენ, ასე ვთქვათ, რომ ვითარება მიდის სრულად სტაბილიზაციისკენ და ის ასე ვთქვათ მოგონილი ასე ვთქვათ აპოკალიფსი რომელიც უნდა ყოფილიყო ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში რეალურად არ არსებობს ამ შემთხვევაში. ჯამში ის რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა ამ პერიოდის განმავლობაში არის სწორედ ამ ყველაფრის და ამ რეიტინგების განსაზღვრელი. აბა არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში მშვიდობა, ხარ რა რეიტინგებზე ვილაპარაკებდით, რა ციფრებზე ვილაპარაკებდით საერთოდ, ხო? და ბუნებრივია ხა ამ შემთხვევაში ინვესტორებისთვის ეს არის მთავარი სახელმძღვანელო იმისთვის რომ მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები მიიღონ. მე მეეჭვება რომ ემარი ამ შემთხვევაში შემოდიოდეს ქვეყანაში რომელიც არ აქვს ბოლომდე შესწავლილი არ ქონდეს ბოლომდე ნანახი სიტუაცია და ასე იღებდეს გადაწყვეტილებას. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ამ კუთხით ეს არის რეიტინგები რომელიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი და კიდევ ერთხელ რაც არ უნდა ბევრმა სამწუხაროდ იმავნებლოს ჩემი ვერსიით ანალიტიკური კვალიფიციური შეფასებები სრულად ასე ვთქვათ და პროგნოზი ინფოზე როდესაც საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა ორნიშნულზეა მაშინ რა დაძაბულობა ჰქონდა დავუშვათ გასულ წელს გულისხმობ როგორია თქვენი პროგნოზი ანუ იქ ეკნება გავლენა და ამ ყველაფერს ჩემ პროგნოზზე უფრო ასე ვთქვათ ესეთი სანდოა კიდევ ერთხელ EBRD-ის და S&P-ის შეფასებები, სადაც ისინი თეორიულ პოლიტიკურ მაგრამ ჩემთვის ერთადერთი ამ შემთხვევაში როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ერთი რაც შემიძლია თქვა რა უპირატესობაც მაქვს შედარებით ასე ვთქვათ კვალიფიკაციაში რა თქმა უნდა მათთან ვერც მოვალ ახლოს EBRD-ის თუ S&P-ის ექსპერტებთან, მაგრამ რა უპირატესობაც მაქვს არის ის რომ ვნახე ჩემ ქვეყანაში ჩემი მოქალაქეების გამძლეობის ნაწილი ამ შემთხვევაში და მე შემიძლია ვთქვა რომ ის პოლიტიკური რისკები, რომლებსაც შეიძლება დაშვებას ისინი აკეთებდნენ, მე არ ამგონია, რომ მას ექნება მნიშვნელოვანი ტიპის გავლენა. პირიქით მე მგონია, როდესაც EBRD ამბობს 6%, სავალუტო ფონდის 6%-ს ამბობს და მსოფლიო ბანკიც 6%-ს ამბობს, ერთადერთი ADB-ის ველოდებით ალბათ განახლებას და უახლოს პერიოდში ADB იქნება მაისში აქ მათ შორის ყოველწლიური შეხვედრა. როცა ჩვენ აი ამ მაჩვენებლებს ვიგებთ, ჩემი პროგნოზი ასე ვთქვათ და ჩემი შეფასება იქნებოდა, რომ ჩვენ ორ ნიშნასთან ახლოს ვიტრიალებთ, ორ ნიშნა ეკონომიკურსთან ახლოს ვიტრიალებთ. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. Business Insider საქართველოს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს